მოვიდა ქალბატონი, ახალგაზრდა საკმაოდ 30-35 წლის ალბათ, რომელსაც ყავს ბავშვები, შვილები, ყავს მეუღლე, უკვე არიან ერთად, სადღაც არ ვიცი 8-10 წელია ალბათ, თქვა რომ საერთოდ არ მინდა მეუღლესთან სქესობრივი ურთიერთობა, ანუ ლიბიდო მაქვს დაქვეითებული და მინდა რომ ეს გამოვასწორეთ და იქნებ დამეხმაროთ. რასაკვირველია, აქ მხოლოდ იმ კუთხით რომ წავსულიყავით, რომ რაღაცა ჰორმონალური კვლევები ჩაიტარე, ან იქ ეკოსკოპია და მაშინ ვერაფერს ვერ გავიგებდით. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე პარტნიორთან ან მეუღლესთან როგორი ურთიერთობა აქვს. სად მუშაობს, რა პროფესიის, რამდენად დაკავებული, ამას ყველაფერს აქვს მნიშვნელობა ერთობლიობაში, უკვე რაღაცა სურათს გიქმნის ფსიქოლოგიურს და აღმოჩნდა რომ მეუღლე ყავს იმდენად ეჭვიანი, აივანზედაც რომ გადის და იყურება. იქაც კი უუბნება, რატომ დგახარ აივანზე ამდეხანს, ვინმეს ხომ არ უყურებ. არ მუშაობს, იმიტომ რომ არ მისცემენ ამის უფლებას. ანუ წარმოიდგინეთ, ისე იმდენად მძიმე სურათი დახატა, რასაკვირველია, იქ შეუძლებელია რომ დაეხმაროთ თუ ამ კუთხით თუ არ იმუშავებს. და სხვათა შორის მეუღლემ გამოუშვა. მე ქალებს ხშირად ვეკითხები, არ გაქვს რა პრობლემაა? ჯანმრთელობისთვის რა არაფერი საშიში არ არის აქედან გამომდინარე თუ რა. არა, ჩემს პარტნიორს ხომ უნდა და მე რო არ მინდა ეს, რასაკვირველია ეს ქმნის, ვთქვათ, დისკომფორტს. ანუ ურთიერთობაში შეიძლება ურთიერთობაზე ეს აისახოს.